ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ნახსენებია SWIFT-ის, როგორც სასანქციო ინსტრუმენტის გამოყენება, ან მკაცრი სექტორული სანქციების დაწესება იმ დარგებზე, რომლებიც ქართულ ოცნებას და მასთან დაკავშირებულ მის გამაძლიერებელ საქმიან წრეებს უკავშირდება. SWIFT-თან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ როგორც ადგილზე, ასევე დისტანციური ზედამხედველობის ფარგლებში უწყვეტად ხორციელდება შესაბამისი ზედამხედველობის პროცესიც. საქართველოს საბანკო საფინანსო სექტორის სანქციების რეჟიმებთან სრულ შესაბამისობას დადებითად აფასებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. მაღალია ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით საერთაშორისო სტანდარტებთან საფინანსო სექტორის შესაბამისობის დონე, რაც ასევე დასტურდება ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის შეფასებებით. ასევე პერმანენტულად დადებით შეფასებას იმსახურებს სების ძალისხმევა საფინანსო სისტემის და კანონმდებლობის ევრორეგულაციებთან დაახლოების კუთხითაც. სისტემა გამორჩეულად გამჭვირვალეა და შესაბამისად მზარდია ინვესტორების ნდობა მის მიმართ. ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ არსებობს მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოებიდან, იგივე SWIFT-დან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი. მეორე მხრივ ფაქტია, ქართული ოცნების მაღალჩინოსნების მიღმა მოსამართლეები და ინეიბლერ, ანუ დასაყრდენი ბიზნესიც უკვე ღიად სანქციების სამიზნე ხდებიან. რა დოზით და ვინ ეს უფრო მეტად გამოჩნდება ალბათ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, რომელიც უკვე მომავალ კვირას არის ჩანიშნული და სადაც საქართველოს საკითხიც განიხილება. გიგა ბედინეიშვილთან ერთად შევეცდებით ავხსნათ, რას ნიშნავს SWIFT-ი თანამედროვე რეალობაში და რამდენად არის ის ისეთი ტექნიკური დეტალი, როგორც ეს ერთი შეხედვით საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებიდან შეიძლება მოგჩვენებოდა. მოგესალმებით გიგა, დიდი მადლობა თქვენი გამარჯობა ელენა, მადლობა მოწვევისთვის. გიგა, ცოტა შორიდან დავიწყოთ, აი ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია, მაგრამ მიღმა ამ რეზოლუციისა, ვთქვათ ის განცხადებები, რაც ჩვენ მოვისმინეთ, ცოტა ადრე გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლის მხრიდან. შემდგომ ამას მოყვა საფრანგეთიდან განცხადებები. აი ქმნის რაღაც ტიპის მოლოდინს ან შთაბეჭდილებას, რომ სანქციების ახალი ტალღა შეიძლება მწიფდებოდეს. კი, ეს ისაბჭოა იქნება. ნამდვილად მეც მეკითხები ეს ისაბჭოა, რომ შეიძლება ის სტრუქტურა რა თქმა ჩამოთვალეთ და ინდივიდუალური ქვეყნები ფიქრობდნენ, რომ საჭიროა გაიზარდოს წნეხი ქართულ ოცნებაზე, იმიტომ რომ ჯერჯერობით აქამდე არსებული ასე ვთქვათ, ენა იქნებოდა რიტორიკა, ასე ვთქვათ, ქმედებები და სანქციები, შეიძლება ითქვას, რომ შედეგს არ იძლევა, ამას ხედავენ პირიქით, ქართული ოცნება აგრძელებს განსაკუთრებით საშიშ საკანონმდებლო ტრაექტორიას და რაღაც ერთმანეთის მიყოლებით აბსოლუტურად დრაკონულ კანონმდებლობას იღებს. ამიტომ იქნება ეს საბჭოება, რომ თითქოს რაღაც ხარისხობრივად გამძაფრებას ფიქრობენ სასანქციო რეჟიმის ევროპელები და ინდივიდუალური ქვეყნები ევროპის. როდესაც ვთქვათ, ეს ამ რეზოლუციას გაეცანით, აი რა შთაბეჭდილება დაგრჩათ, ეს ჯერ კიდევ მინიშნებები და გაფრთხილებებია, როდესაც ვთქვათ, SWIFT-ი არის უკვე კონკრეტულად ნახსენები და ასევე როცა გვესმის, რომ ესე ვთქვათ, არა მხოლოდ ხარისხობრივად შეიძლება ვთქვათ, დამძიმდეს ეს სანქციები, არამედ ვთქვათ, არეალიც გაფართოვდეს და მეტი დაკავშირებული პირი მოიცვას თვითონ ამ სანქციებმა. კი, SWIFT-ის ხსენება თავისთავად საქართველოს კონტექსტში სამწუხარო ახალი სიმაღლეა ბრჭყალებში, რო ვთქვათ, ურთიერთობაში ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან. მე მართლა გითხრათ, მე მგონი რომ თვითონ სანამ SWIFT-ამდე მივა, SWIFT-დან ჩახსნამდე მივა, ჯერ რაღაცა შეიძლება მოხდეს. არ ველოდები რომ რაღაცა უახლოეს მომავალში ეს მოხდება და თუ ვინმე ჩახსნია SWIFT-დან, ალბათ მხოლოდ ქართულს სინამდვილეში, იმიტომ რომ პირდაპირ ივანიშვილთან არის დაკავშირებული და ესეც საკმაოდ ძაფრი ნაბიჯია ესე და არ მგონია რომ უახლოეს მომავალში მოხდეს, ჯერ კიდევ მიცემენ უფლებას რომ რაღაცა გამოსწორების ნიშნები იყოს, მაგრამ
არ დაგოწოს მაგალითად რუსეთს როდის ჩაუხსნეს ბანკები თვეების განმავლობაში რუსეთი უმოწყალოდ ხოცავდა უკრაინელებს, როცა პირველი ბანკები ჩაუხსნეს ფაქტიურად SWIFT-დან რუსებს, ასე რომ მართლაც ძალიან მძაფრი და დემარშული, ასე ვთქვათ, ნაბიჯია. რაღაც თვალსაზრისით, ამიტომ შეიძლება ვხვდეთ, მაგრამ თავისთავად ის ხსენება SWIFT-ის სანქციის საქართველოს კონტექსტში ეს მე მგონი რომ ყოველთვის უნდა იყოს თუ ვინმეს კიდევ დარჩა რაღაცა ილუზია იმის რომ ქართული ოცნება სინამდვილეში პროდასავლურია და რაღაცა ევროპელებს უფრო ევროპელია როგორც თვითონ ამტკიცებენ თუ ვინმეს დარჩა ეს აბსოლუტური უსაფრთხო ილუზია მანაც მე მგონი უნდა გაიღვიძოს და დაყნოსოს რეალობა რო იტყვიან და ნახოს რომ და მიხვდეს რომ ეს იმას ნიშნავს რომ ქართული ოცნება უბრალოდ მიაქანებს ქვეყანას კატასტროფისკენ და გამოყავს ცივილიზებული სამყაროს ესე ვთქვათ ჯგუფიდან ქვეყნების და მიაქანებს აი პირდაპირ შეიძლება ითქვას რაღაც საშინელ ბანაკისკენ რომელსაც ბოროტების ღერც ეძახიან ხო რუსეთი ჩინეთი კორეა ჩრდილოეთ კორეა და ირანი ბატონო გიგა მეც დაგეთანხმებით სიმართლე გითხრათ რაღაცნაირად საერთოდაც არ ვაპირებდი ჯერჯერობით აი ამ SWIFT-ის საკითხთან ესე ვთქვათ საკითხში ჩაღრმავებას იმიტომ რომ მეც მგონია რომ საკმაოდ შორი პერსპექტივა იქნება სანამ ამ ნაბიჯს გადადგამს ევროკავშირი თუმცა სების განცხადებას თითქოს აი ისეთი ელფერი ჰქონდა ჩემთვის რომ თითქოს ეს არის მხოლოდ ესე ვთქვათ ტექნიკური საკითხი, რომელიც თითქოს მხოლოდ იმით ფასდება, თუ რამდენად გამჭვირვალეა სისტემა, რამდენად კარგად იცავს ის საერთაშორისო სანქციებს, რამდენად ინტეგრირებულია ის დასავლურ სისტემაში და ასე შემდეგ. და თითქოს ამას არ აქვს სანქციებისთვის დამახასიათებელი, აი ეს პოლიტიკური განზომილება, რომელმაც უნდა შეცვალოს ქცევა, ესე ვთქვათ, დემოკრატიის მიმართულებით. ამიტომ თქვენგან მინდა რომ მოვისმინო ესე ვთქვათ, რა ინსტრუმენტია SWIFT-ი დღეს ევროკავშირის ხელში, არა მხოლოდ როგორც ტექნიკური ინსტრუმენტი, რომელიც 21 საუკუნის რეალობაში სასიცოცხლოდ აუცილებელია, განსაკუთრებით საქართველოსთვის, ხო, მის საბანკო სისტემას თუ შევხედავთ, მაგრამ მეორეს მხრივ რატომ არის ეს პოლიტიკური ინსტრუმენტიც? ოჯერთი გამდევიტყოდი არ უნდა გავგვირდეს ეროვნული ბანკის ეს განცხადება, ეროვნული ბანკი სამწუხაროდ სინამდვილეში არის უბრალოდ განგზობა პოლიტიკური თვალსაზრისით ქართული ოცნების მთავრობის დამოუკიდებლობა ეროვნული ბანკის მკვეთრად შერყეულია ჩემი აზრით და ამიტომ ეხლა ეს რაღაც ცდილობა ეს რაღაც ტექნიკური საკითხია და ჩვენ რაღაც ტექნიკურ თვალსაზრისით ვაკმაყოფილებთ კრიტერიუმებს და ამიტომ რაღაცა წყალგამომწარი სიტუაცია გვაქვს სანქციების თვალსაზრისით ეს რა თქმა უნდა არ არის სწორი და არ არის კარგი აღწერა სიტუაციის არ დაგვაუწყდეს რომ კარგია რომ რაღაცა გამჭვირვალობაზე ლაპარაკობენ იმაზე რომ რაღაცა თქვათ რაღაც ბანკები აგზავნიან თავის ანგარიშებს ეროვნულ ბანკში რაღაცა პერიოდულობით და ეს გამჭვირვალობა შეიძლება გქონდეს, მაგრამ ფუნდამენტურად, როცა ვიცით, რომ ეროვნული ბანკი მაგალითად ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დაეცვა სანქცირებული მოქალაქეების რაღაცა პოზიციები გახსოვთ ფარცხალაძის მთელი ამბავი ხო და მე მას იგივე იმაში იგივე ასე ვთქვათ პატროსით გააგრძელა ეროვნულ ბანკმა ქმედებები ანუ ფაქტობრივად ეროვნული ბანკი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სანქციების გატარებას ამ ფონზე არავის არ აინტერესებს რაღაცა ტექნიკურ შესაბამისობაში ყოფნა რაღაცა რეგულაციების ფუნდამენტურად ფაქტობრივად ანტიდასავლური ტრაექტორია თვითონ ეროვნულ ბანკს. ამიტომ ეს არის თავარი. ეხლა რაც შეეხება თვითონ SWIFT-ს, კი რა თქმა უნდა ეს SWIFT-ი თავისთავად არის რაღაც კომუნიკაციის საშუალება ბანკებთან.
ბანკებს შორის, ხო და ამიტომ ესე შეიძლება შევხედოთ, რომ SWIFT-ის არარსებობის შემთხვევაშიც სანამ SWIFT-ი არსებობდა, იქამდე ხდებოდა გადარიცხვები, ასე ვთქვათ, ხო? და SWIFT-დან თუ ჩაიხსნა რაღაც ბანკი, პრინციპში თეორიულად შეუძლია, რომ რაღაცა გააგრძელოს კლიენტების მომსახურება, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯერ SWIFT-ი ასტრაფებს და აჩქარებს და აიაფებს სხვა საბანკო ტრანზაქციებს და ამიტომ მნიშვნელოვანია და როცა არსებობს SWIFT-ი მაშინ ვერ გძნობთ SWIFT-ის ასე ვთქვათ ხეის, მაგრამ როცა არ იქნება SWIFT-ი, მაშინ ვიგრძნობთ რამდენად მოუხერხებელია, როდესაც შენი ბანკი გამორთულია SWIFT-დან. მაგრამ მაგას თავიდანვე ტექნიკურ მხარე ეს ერთია, მაგრამ თავისთავად ის რომ მართალია ჩემთვის ცოტა დაუჯერებელიც კი არის, რომ დღეს ქართულ კონტექსტში ლაპარაკობენ SWIFT-დან ბანკების ჩახსნაზე ევროპარლამენტში. ეს ნიშნავს რამხელა წრე გამოვიარეთ, ასე ვთქვათ, უარყოფით თვალსაზრისით და რა ორმოში ვართ ჩვენ ურთიერთობის თვალსაზრისით ევროპასთან და ამერიკასთან და ეს არის მთავარი. და მაშინ როდესაც ვუყურებთ, თქვათ, მოლდოვასთან მიმართებით, კონკრეტულად რა ტრაექტორია, ხომ უკვე ესე ვთქვათ, როდესაც არსებობს დედლაინი, როდესაც ის საერთო გადახდების სისტემას ევროკავშირისას მიუერთდება და პირიქით დამატებით, ხო, დამატებით სიკეთეებს მიიღებენ მისი მოქალაქეები. ანუ კონტრასტი, ხო, მართლაც რაღაც სხვა ორბიტაზე ვართ უკვე ჩვენ და მოლდოვა. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც თვალსაზრისით შეიძლება რაღაც ინსტიტუციები, თქვათ, რაღაცა ყოფილი კორუფციის დონე და ასე შემდეგ, მართლაც გაცილებით უფრო წინ ვიყოთ მოლდოვასთან, მაგრამ ეხლა უკვე სიტუაცია არავინ არ დაგიდებთ იმას, რომ თუნდაც საქართველოში, თქვათ, პატრული გზამებს აღარ იღებს. მადლობა ღმერთს, რომ ესეა. მადლობა ღმერთს, რომ 20 წელია უკვე ესეა, ხო, მაგას დაიჩემები რომ ქართული ოცნების მესვერები მათი გაკეთებული. კიდე კაი რომ ისე, მაგრამ ამისთვის უკვე კრედიტს არავინ არ მოგცემს, ვიცით რომ ქვეყანაში არის სერიოზული კორუფციული დონე, ივანიშვილის მმართველობის მოდელი სხვას ვერაფერს ვერ დადებდა შედეგად. ამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები იქ რაღაც რიჟვაზესთან დაკავშირებული მოვლენები და შემდეგ კიდე ერთი დადასტურება იმის, რომ გაჟღენთილია კორუფციით სინამდვილეში სისტემა, სულ არ არის გასაკვირი იმ ადამიანებისგან, რომლებიც მართავენ ქვეყანას, მათ არაკორუფციულ გარემოში ფუნქციონირება ვერ წარმოუდგენიათ და არც მიაჩნიათ, რომ საჭიროა, მიაჩნიათ, რომ ნორმალურია აბსოლუტურად კორუფციულ სისტემაში და ეს ივანიშვილიდან მოდის თვითონ, იმიტომ რომ შვანაირად მას ვერ წარმოუდგენია ოპერირება, რუსეთში ამოყალიბებული ადამიანად, მაგ თვალსაზრისით, ასე რომ ეს არის მთავარი და აი როცა ბატონო გიგა, დიახ, ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, მინდა რომ მოვასწროთ, ესე ვთქვათ, ყველა ასპექტზე ყურადღების გამახვილება. აი სექტორული სანქციების ხსენება, ესე ვთქვათ, რა სიგნალია, ხომ? ამას რატომ გეკითხებით, რომ ვთქვათ, ამერიკის შემთხვევაში ჩვენ გვახსოვს, რომ ჩამონათვალი იყო პირდაპირ, ხო? ანუ enabler ბიზნესებად ვის ხედავდა, ესე ვთქვათ, ამერიკა და ვისი სანქცირება შეიძლება დამდგარიყო დღის წესრიგში, ხომ? აქ ევროკავშირს ცოტა სხვა მიმართულება აქვს, ხომ? ანუ ამბობს იმას, რომ სადაც უფრო მეტად, ესე ვთქვათ, თავს იყრიან და კონცენტრირებულები არიან ეს enabler ბიზნესები, ანუ იქ დავაწესოთ, ესე ვთქვათ, სექტორული სანქციები, ხომ? რომ ესე ვთქვათ, მათი ქცევაც შეიცვალოს. აი, რა სიგნალი უნდა მიიღოს ბიზნესმა უკვე, აი, ვინც დასაყრდენ ბიზნესად ითვლება, ესე ვთქვათ. თუ აქვთ, უნდა წაიკითხონ ამაში, რომ სინამდვილეში ეს ძალიან ჭკვიანური ფორმულირებაა რაღაც თვალსაზრისით, იმიტომ რომ
ფაქტობრივად ისე და ისე მართლობის აი იმ სისტემას, რომელიც საქართველოში გვაქვს დღეს, ახასიათებს ისა, რომ მსხვილი ბიზნესი არის ივანიშვილის მიერ ხელით მართული და ესეთი ურთიერთობები ფაქტობრივად გულისხმობს სიახლეში კონკურენციის შემცირებას. რაღაც თვალსაზრისით თითო სექტორში თითო ჩემპიონი შეიძლება იყოს და ივანიშვილს და ის იქნება იქ ასე ვთქვათ გამარჯვებული, ვისაც ივანიშვილთან ექნება მეგობრული და თბილი ურთიერთობები, ხო? ამიტომ ფაქტიურად ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპარლამენტი რაღაც თვალსაზრისით ამ გადმოსახედიდან რაღაც თავისუფლებას იტოვებს, რომ კონკრეტულად სექტორული სანქციებით ინდივიდუალურ სულ ვიღაც ანტრეპრენორზე თუ ბიზნესმენზე გამოაქვეყნოს თქვათ სადამსჯელო ღონისძიებები იმის მიხედვით თუ ვის ჩათვლიან enabler-ად ივანიშვილის რეჟიმის როგორც ისინი ამას ეძახიან ხო ესე უღრმესი მადლობა ბატონო გიგა მე მგონი ძალიან კაფიოდ ახსენით რა შეიძლება იყოს გზავნილი და როგორ შეიძლება ჩანდეს ესე ვთქვათ თითო სექტორში თითო ჩემპიონი მართლაც ამ სისტემაში და უფრო ადვილი სამიზნეც გახდეს სანქციებისთვის ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად გიგა ბედინეიშვილს ფინანსის უსმენდით საქმიანი დილას ანალიტიკას ამ ნაწილში